არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვს. მოვედი ქირით ვიყავი რამდენიმე წელი აქ ქირითა ვარ და აქ შემოსული ხალხი რომ ნახე, შემოვედი მეც. აქეთ კორპუსები იყო გადავსებული და აქ მივაშენე მე რაღაცა ჩემთვის რაღაცა რომ მომეწყო და რამდენი ვიწვალე, ვიშრომე, ვინმეს რამე არ გაუფრთხილებდი ვარ ისე. მოვიდნენ და მიშლიან გამომიყარეს გარეთ ეს ყველაფერი და შემოვიდანი ესე ეხლა შიგნით და ველოდები როდის მოვლენ, როდის გამაგდებენ. 9 წელიწადი ვიმსახურე შეიარაღებული ძალებში. 3 მისია ავღანეთი მოვიარე და მაგის მერე აქეთა ვარ სულ ქირით, წვალებაში, შრომაში. რაც ვიწვალე, რაც ვიშრომე, რაც გავაკეთე, იმით რაღაცა გავაკეთე, ავაშენე, მივაშენე ვინმესთვის არ შეფსულ ვარ, არ ვინმეს ფარჩი ან რამეში მოვედი აქ სასწაული ამბავი იყო, ბალახები, ტყე იყო რა, ბალახი კი არა და ისინი მოვასუფთავე და მივაშენე. და ეხლა არაკანონიერად გაქო აშენებულიო, სისხლის სამართლის საქმე გაქო, ჩადინილიო და მიყრიან გარეთ. გამომიყარეს ყველაფერი და ისევ შემოვედი და არავი ველოდები შემდეგს. რას ისამენ, როგორ გწამენ, რას გამეკეთებენ და რას მომეხერხებენ. ძალიან რთული იყო, ვერ ვიხდიდი და მაგიტომ მოვედი აქ. არსად არა მაქვს წასასვლელი. საერთოდ. არ ვიცი სად წავიდე, ისიც არ ვიცი. გამომიყარეს გარეთ სად წავიღოთ და სად წაგაღებინოთ. სად უნდა წაიღონ, სად მაგ რამე რომ მქონოდა, სად მე აქ რა მინდოდა, როგორ მოვიდოდი, არც მოვიდოდი საერთოდ. სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ და აჭირვებულები, ტოლვილები და მეც არაფერი არ გამაჩნდა და მაგიტომ მოვედი აქ. არც ტოლვილი ვარ, მაგრამ არც სოციალური მაქვს, იმედი რამე არ მაქვს საერთოდ, საერთოდ მოვიდნენ და ნახონ და შემაფასონ ჯერ ერთი და რომ მაგდებენ პირდაპირ, ეგ რო ავაშენე, მაშინ მოსულიყვნენ ეს დაუცველები. სანამ დავდებდი ამ ერთ აგურს, გადავხურე, შემოვედი 2 წელია ვცხოვრობ და მოდიან რამე საერთოდ ჩალათი ხო არ არის გადაფარული ეს ქვეყანა, ხო? ან შეაფასე რა მაქვს ნაშრომი, ან რაღაცა ნაწვალები რომ აქვს ეს საინც რაღაცა ხო უნდა იყოს რა ამ ქვეყნად. რამე საშველი. მე აქედან თუ გამათრებენ, მე გამსვლელი არ ვარ. არ ვიცი რაც თქვა, ისიც არ ვიცი. სანამ არ გამათრებენ, აქედან მე გამსვლელი არ ვარ. და მე რა იქნება არ ვიცი. ხლის წყალობით. აღმოჩნდები ქუჩაში და რა ვიცი, ვიცხოვრები წენწარები. იქნება ჩემი ბოლო.